საქართველოს ამერიკას შორის ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა მოლაპარაკებების დეტალები ამ დროისთვის უცნობია. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის თქმით, იდეა მხოლოდ განხილვის თემა და ხელშეკრულებაზე მსჯელობა ძირითადად საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში მიმდინარეობს. კალანდაძის განცხადებით, დეტალური მოლაპარაკება მას შემდეგ გაიმართება, რაც ქართული მხარე იმ წინადადებებზე ჩამოყალიბდება, რასაც ამერიკულ მხარეს შეთავაზებს. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ამერიკულმა მხარემ საქართველოსთან ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება გადაწყვეტა, მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის პარტნიორ ქვეყნად რჩება. კალანდაძის თქმით, ჩარჩო ხელშეკრულების გასაფორმებლად სამი ქვეყნის მოდელი განიხილება, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს არა კონკრეტებს, რომელ ქვეყნებზეა საუბარი. არსებობს კონკრეტული ჩარჩო ხელშეკრულება, რომელიც წარმოდგენილია ქართული მხარესათვის, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა და დრო ამ საკითხებზე ვიმსჯელოთ ჩვენივე წინადადებები შევთავაზოთ ამერიკულ მხარეს და ასევე გვაქვს საფრთხესთან გაფორმებული ხელშეკრულებების მაგალითი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია შეძლების გაგვარად საქართველოს პირობებს მოვარგოთ. ეს არის ხელშეკრულება, რომელიც განიხილება კონკრეტულად რა თქმა უნდა თავდაცვის სამინისტროში, მაგრამ ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში და შესაბამისად მას შემდეგაც ჩვენ ჩამოვყალიბდებით ჩვენ წინადადებებზე, თუ რა იქნება ჩვენთვის ხელსაყრელი, ამ პირობებს უკვე დეტალურად გავივლით და საბოლოო ჯამში ეს შეთანხმება შედგება იმ ფორმით, როგორიცაც ეს იქნება საქართველოსთვის ხელსაყრელი და მნიშვნელოვანი. ქართული მხარე ჟენევის პირველი ორი რაუნდის მოლაპარაკებების პროცესით უკმაყოფილოა. სახელმწიფო გუნდის წევრების თქმით, ჟენევის მოლაპარაკებების პროცესი ნაკლებად აქტიურად მიმდინარეობს. სახელმწიფო მინისტრის რეინტეგრაციის საკითხებში თემური იაკობაშვილის თქმით, აუცილებელია გაიმართოს ჟენევაში პლენარული სხდომა, სადაც კონფლიქტის ზონებში უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. იაკობაშვილი ამბობს, რომ შექმნილ სიტუაციაში სხვა თემებზე საუბარი ქართული მხარისთვის ნაკლებ მნიშვნელოვანია. ჯერჯერობით დეტალები ჟენევის მოლაპარაკებებიდან ცნობილი არ არის. ჩვენი პოზიციები ჩვენ უკვე დავაფიქსირებთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი თემები არის უსაფრთხოების საკითხები, განსაკუთრებით ადმინისტრაციულ საზღვარზე უსაფრთხოების საკითხები. ჩვენთვის მნიშვნელოვანი თემებია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება და კეთილდღეობა და მათი უფლებები და ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხია ასევე პლენარული სხდომის გამართვა. იმდენად, რამდენადაც საკითხები როგორც არის ეუთოს დამკვირვებელთა შეშვება, ეუთოს მანდატი და ამის შემდეგ ახალწლამდე სხვა ფორმატები არ არის გამოსცემს, ამიტომ მიგოჩნია რომ ეს მნიშვნელოვანია. ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე რუსული მხარე აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების მყარი გარანტიის საკითხს აყენებს. რუსული მხარის ინფორმაციით მოსკოვმა წინა შეხვედრებზე უსაფრთხოების მექანიზმების ვარიანტი და დევნილთა დაბრუნების შესახებ საკუთარი ხედვა წარმოადგინა. ამასთან განცხადებების მიხედვით მოსკოვი აღიარებს, რომ 1990-1992 წლების კონფლიქტიდან მოყოლებული ყველა დევნილს აქვს უფლება დაუბრუნდეს უსაფრთხო და ღირსეულ პირობებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ დეკემბრის რაუნდის მიმდინარეობისას უსაფრთხოებისა და დევნილთა შესახებ კონკრეტული შეთანხმებების გაფორმება მოხერხდება. რაც შეეხება სტოკჰოლმს, აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების დელეგაცია ჟენევაში უბურგინჯის შეხვედრების ფორმატის აღდგენისა და გაეროს მისიის სახელის შეცვლის ინიციატივით გამოვა. ჟენევის დელეგაცია კი ჟენევაში ქართულ პროვოკაციებზე საუბარს აპირებს. აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე მწყის კომისიის დასკვნა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნო. შეხვედრა პარლამენტში შედგა, თუმცა დიპლომატებს შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებიათ. დავითაიეს განცხადებით, დიპლომატიურ კორპუსს ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა. კომისია დასკვნას ოფიციალურად რამდენიმე დღეში გადებს. ეს შეთანხმება რაც ჰქონდა დიპლომატიურ კორპუსს წარმოადგენს გარკვეულ მონახაზებს დასკვნის საუბარი ინსტიტუტებრივი რაც მოუწოდეთ. ჩვენ მათ თავშევამოწმეთ პოლიციაში Era საუბრის აღმაშენებელს დაიწყო განთავსებოდა ჩვენი მინისტრის ძალიან ინფორმატიულად მასალა იყო მართლაც და აქცენტი მდინარე საბოლოო სახექნება ყველა შეშება პარლამენტის რეგულარზე რამდენიმე დღეში იქნება კარგი ინგლისური ენაზე და ყველა შეძლებს შევიდეთ და თავისუფლად ნახოს ის რაც ნახეთ დიპლომატიური კორპუსი ეროვნულ დემოკრატიული პარტიის მაჟორიტარი გურამ ჩახაძე ფრაქცია ქრისტიან დემოკრატებში გადევიანდა. ჩახაძის თქმით, სახლობელია ის პრიორიტეტები და პოლიტიკური მიმართულება, რაც ქრისტიან დემოკრატიულ პარტიას აქვს. გურამ ჩახაძე ფრაქციაში მეშვიდე წევრია. მისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე ადამიანი ძალიან სერიოზული რესურსი იქნებოდა ნებისმიერი პოლიტიკური ფრაქციისთვის, მithumetis ჩვენთვის ქრისტიან დემოკრატებისთვის
რადგან ქრისტიან-დემოკრატიული და ეროვნულ-დემოკრატიული პოლიტიკური იდეოლოგია ერთმანეთთან არათუ ახლოვისგან არამედ ერთ ფუნდამენტურ ღირებულებებს ეკუთვნება. ვაფორტებ ქრისტიან-დემოკრატიული განწყობილების და ვარდის შემოწირების. იმიტომ რომ პიროვნულად აბსოლუტურად არანაირი პირიქით სიმპათიები არის. მეორე ის რომ ჩვენ დაინტერესებული ვართ ეროვნულ-დემოკრატიული რომ ქრისტიანული იდეოლოგიის მქონე ორგანიზაციები და ამ შემთხვევაში ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა იყოს რეალური პოლიტიკური ორგანიზაცია. საქართველოს დემოკრატიული პარტია აქტიურ პარტიულ მუშაობას იწყებს პარტია ხვალყრილობას გეგმას, რომელიც პროფკავშირების სასახლეში ჩატარდება. დემოკრატიულ პარტიაში გია თორხაძის თქმით, უკვე 3500-ზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული. ხვალინდელ ყრილობაზე პარტიის პოლიტსაბჭოს აირჩევენ და წესდებაში ცვლილებები შევა. ასევე გახდება ცნობილი თუ ვინ ხელმძღვანელებს დემოკრატიულ პარტიას. წინასწარ პარტიის წევრები ამის შესახებ ინფორმაციას არ ახმაურებენ. პარტიის ხვალინდელ ყრილობას მოწვეული სტუმრების სტატუსით პროპოზიციური ძალების წარმომადგენლები დაეძრეს. ყრილობაზე იქნება არჩეული ხელმძღვანელობა პარტიისა, ხოლო იქნება არჩეული პოლიტსაბჭო ყრილობის, დარბაზი ყრილობის, თუმცა დარბაზი არჩევითი არ იქნება უბრალოდ თქვენი დარბაზი, სადაც იქნება წარმოდგენილი ძალიან ბევრი ცნობილი საზოგადო მოღვაწე, კარგი სპეციალისტები, მეცნიერები. ლეიბორისტული პარტია ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე მეთიუ ბრაიზას უნდობლობას კიდევ ერთხელ უცხადებს. პარტიის წევრის ნესტან კირსაძის განცხადებით, ამერიკის მთავრობას მცდელობა აქვს საქართველოში ამერიკის ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება კიდევ ერთხელ მოიყვანოს, რაც მისი თქმით დაუშვებელია. მისი განცხადებით მეთიუ ბრაიზა ის პოლიტიკური ფიგურაა, რომელსაც ამჟამინდელი ხელისუფლების მოსვლა 7 ნოემბრის მშვიდობიანი მიტინგის დაშლა, 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბება და საქართველოში განვითარებული სხვა პოლიტიკური მოვლენები უკავშირდება. კირსაძე არ აკონკრეტებს, თუ რომელი პოლიტიკური ფიგურის მოყვანას გეგმავს ამერიკა საქართველოს ხელისუფლების სათავეში, თუმცა არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ის რომელიმე ოპოზიციური პარტიის წევრი იყოს. Bed Braiza, Daniel Friedrich.